ირაკლის თუ სურვილი გაუჩნდება არა ამ გუნდში და არა სხვა გუნდის შექმნაზე ჩამოაყალიბოს, მას შეუძლია იმ ხელა რესურსით წავიდა ირაკლი ამ ნაბიჯით, რომ მას შეუძლია თავისუფლად ნებისმიერ სიტუაციაში კრიზისულში თუ არა კრიზისულში მას შეუძლია თავისუფლად ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკური გუნდი, მას ამის რესურსი გააჩნია და ეს არის ყველაზე საინტერესო. მის წასვლაში ერთ-ერთი ძირითადი ყველაზე საინტერესო თუ გნებავთ დემოკრატიულობის გარდა გახლავთ ის, რომ ჩვენი გაღარიბებული, ნახეთ ჩვენი ოპოზიცია როგორია, აბა თვალი ვიზე გაგიჩერდებათ, როგორ გაგიჩერდებათ, ახლა მე არ დავიწყებ ოპოზიციის ჩამოთვალს და ჩამოყალიბებას, რომელი პოლიტიკოსი წავიდა გამარჯვებული. ის რომ გაჩნდა, მე ვამბობდი ჩემ დროს, რომ კარგი სათადარიგო მოთამაშე გავჩნდი. ირაკლიც ძალიან ღირსეული სათადარიგო მოთამაშე გაჩნდა საკუთარი გუნდისთვის და საერთოდ საქართველოს პოლიტიკაში გაჩნდა პიროვნება, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში, დაბალანსებულში თუ კრიზისულში, ხელი ასიოს და თუ გნებავთ ახალი გუნდი ჩამოაყალიბოს თუ არ მომდება საკუთარ გუნდთან. ნუ ეს ვისაც ანალიზის უნარი აქვს, ვინც აცნობიერებს. ირაკლს აქვს ძალიან კარგი იმიჯი საზოგადოებაში. მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს, უდიდეს ნაწილს ირაკლი უყვარს და დღესაც ძალიან ბევრი განცდებით მე მირეკავდა რა ხდებოდა, როგორ ხდება და რატომ წავიდა. აი ეს დარჩა, ჩემთვის ეს იყო საინტერესო, რომ გაკოტრებული პოლიტიკოსების ხარჯზე ნუ ვართ დღეს და ძირითადად ჩვენი ოპოზიცია დღეს ისევ არ მინდა ოპოზიციას თავს დავესხა, მაგრამ 90% თუ 99 არა და შეიძლება უფრო მეტის გაკოტრებული პოლიტიკოსებით არის დაბალანსებული ნაციონალური მოძრაობის მეთაურობით. აი ეს პროცესი გადავიტანეთ ჩვენ და მოხდა ის, რომ პოლიტიკიდან გავიდა კიდევ ერთი მოთამაშე, რომელსაც საკმაოდ დიდი რესურსი გაჰყვა თან და მას შეუძლია რომ გაუჭირდეს ქვეყანას დაბრუნდეს საკუთარ გუნდში, თუ არ მოუნდება და არ გაუჩნდება სურვილი ის ყოველგვარი ივანიშვილისა და ყოველგვარი გუნდის გარეშე საკუთარი რესურსებით მას შეუძლია ჩამოაყალიბოს პარტია და თქვათ დაეხმაროს ქვეყანას